ხმობე პლუსის პირველი სტუმარია რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონ დავით, თქვენ ხშირად გამოდიხართ განათლების სისტემის კრიტიკით, ასე ვთქვათ. რას ცვლის თქვენი აზრით არასწორად განათლების სამინისტრო და უფრო რომ დავკონკრეტდე დამაყურებისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, მოდით ჯერ სასკოლო განათლებაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ძალიან მარტივად შეიძლება ამის თქმა, სისტემის წინააღმდეგ თავისთავად განათლების სისტემის წინააღმდეგ ნამდვილად არ გამოვდივარ, მაგრამ იმის მერე რაც დაიწყო ჩვენთან რეფორმები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რეფორმები, ძირითადად პირველად 2003 წლის მერე, მაშინ დაიწყო უფრო ასე, მანამდეც იყო რაღაცები, რაცაც კარგიც იყო და უარყოფითიც, მაგრამ აი ეს რეფორმები თავის დროზე გადარდა ძალიან ნაჩქარევად, ძალიან გაუაზრებლად, ლიბერალიზაციის, ასე ვთქვათ, ეგიდით იქნა მიღებული ისეთი შედეგი, რომ სკოლაში პრაქტიკულად დაიკარგა სწავლის мотиваცია, არანაირი აზრი არ ჰქონდა, ვთქვათ, კარგად ისწავლიდი სკოლაში, ცუდად ისწავლიდი, კარგი ნიშნები გექნებოდა, ცუდი ნიშნები გექნებოდა, იმისთვის, რომ შემდგომ გაგრძელებია, ვთქვათ, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. არ გჭირდებოდა ელემენტარულად საგნები. ამ ლიბერალიზაციამ რეალურად გამოიწვია სერიოზული დაცემა განათლების ხარისხის. რაც პრინციპში დადასტურდა უფრო მოგვიანებით, იმიტომ რომ საერთოდ განათლების რეფორმა არის ისეთი რამ, რომ აქ სწრაფი ცვლილებები პრაქტიკულად არის მაინც არ არის მისაღები, იმიტომ რომ შედეგს გქობილობ გვიან. როდესაც რაღაცას გააფუჭებ 1 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში შეიძლება მიიღოს შედეგი. დღეს რაც ხდება, ეს არის ასევე შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ცუდი ტრადიციის გაგრძელება, როცა კვლავ გაუაზრებლად და ნაჩქარევად კეთდება რაღაცები. თქვათ, პრობლემის იდენტიფიცირება ხდება სწორად. აი, რას თვლით თქვენ, რომ დღეს კეთდება გაუაზრებლად და ნაჩქარევად? 2004-ში და მაშინ, როდესაც ეს ლომაია იყო, მაშინ მინისტრი გახა ლომაია. მაშინაც პრობლემის იდენტიფიცირება ბევრი რამე სწორად მოხდა, ის რომ პრობლემები იყო გადატვირთული, ის რომ დაუშვათ ეს ინფორმაციაზე იყო უფრო მეტი აქცენტი და უნარები, ჩვევები და ესეთი რაღაც კვლევის ელემენტები იყო შესატანი, შემოქმედებითი მომენტი იყო შესატანი. ეს სწორი იყო რომ დაინახეს ამ მიმართულებით რომ იყო ცვლილებები გასახორციელებელი. პრობლემა იყო როგორ განახორციელეს ეს და ნაბანწყალს როგორც იტყვიან ბავშვიც გადააყოლეს, ანუ პრაქტიკულად განათლების არ მოდით აი დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ. დღესაც, როდესაც სკოლამ სრულიად დაკარგა мотиваცია, სკოლაში სწავლება იყო мотиваცია იყო დაკარგული, სახელმძღვანელოები არის გაძვირებული, თქვა და უხარისხო და ძალიან ბევრი პრობლემაა, ხო? დისციპლინის პრობლემაც იდგა. აი ამის ასევე იდენტიფიცირება ამ პრობლემების მოხდა სწორად, ანუ დაინახეს ეს პრობლემები არის, მაგრამ გადაჭრა პრაქტიკულად ხდება ძალიან ესე დირექტიულ ადმინისტრაციულ პოლიციური მეთოდები და პირო თქვა, რაც შედეგს ვერ მოიტანს, სტადებით შედეგს ელემენტარულად. აი იგივე თქვა ეხა საატესტაციო გამოცდების შემოღება, საატესტაციო როგორ ატესტატის მისაღებად, ხო? ნუ ძალიან მარტივია ეხა, აქამდე იყო, საერთოდ არ იყო და ადამიანები რომ თქვა უმაღლეს სასწავლებელში გაიგრძელებია სწავლეთ ეროვნული გამოცდა ჩაებარებია, მას ჭირდებოდა მხოლოდ რაღაც ზოგადი უნარების ტესტი და კიდევ რაღაც 1-2 საგანი და უამრავი საგანი მას უბრალოდ არ ჭირდებოდა და ამიტომ ბუნებრივია ბევრი არ სწავლობდა საერთოდ ამას. აი ახლა ადამიანს რომელსაც ისწავლა ასე 10 წელი უცებ ეუბნები რომ აი ახლა უნდა ჩააბარო 9 გამოცდა. აი ბუნებრივია ხა ასეთი გადასვლა, ასეთი კვეთრი გადასვლა, გრადაცია რომ არ არის გამართლებული. რაც არ მიგიცია სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები იგივე თავის მოქალაქეებად, რაც შენ არ მიგიცია, როცა შენ არ შეგიქმნია პირობები იმისათვის რომ მას ესწავლა ეს სათანადო პირობები არ გაქვს უფლება მოთხოვო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ჩააბარონ წელს მოსწავლეებმა ეს საატესტატო გამოცდები. აი თქვენ რა ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებდით განათლების სამინისტროს? საერთოდ როდესაც ასეთი რაღაცა გეტება, სწორია ის რომ სკოლაში უფრო მეტი იგივე გამოცდების მომენტი, მაგრამ რეალურად ეხლა აქ არის ასე, საერთოდ ის სისტემა რაც ჩვენთან შემოიღეს არის, როგორც გითხარით, აბსოლუტურად უნიკალური. სოფლიოში, ჩვენ დაკითხვეს, აი ჩვენ ევროპულ მოდელზე გადავით, რეალურად ევროპულ მოდელზე არ გადავსულვართ. სხვადასხვა უფრო მეტად ჩვენთან ეს ეროვნული გამოცდების მოდელი დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ღონისძიებას, ჩაითვალა რაღაც ანტიკორუფციული ღონისძიება, ვიდრე რეალურად ის რისთვისაც უნდა იყოს გამოცდა. გამოცდა უნდა იყოს იმისთვის, რომ შეამოწმოს რა ისწავლა სკოლაში. თქვენ რა ალტერნატიულ აქ შეიძლება ასეთი რაღაცა შესთავაზებდით იგივე საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მე მაგალითად გამოცდების მომხრე ვიქნებოდი, რომ სკოლებში გამოცდები იყოს, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა გაწერა, კარგად გეგმეთ, ამას უნდა შესაბამისობაში მოყვანა იმ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან, რომელიც იყო. იმ ეროვნულ სასწავლო გეგმებს უნდა სერიოზულად გადახედვა. მე ადამიანები უნდა იყოს მომზადებული, მე რომ პირველ კლასში შევდივარ უკვე რომ მაშინვე უნდა ვიცოდე რომ ეს მე წინ მელოდება. ამ ყოველ შემთხვევაში რაღაც პირველ საფეხური მაინც უნდა მქონდეს გავლილი და მეორე და მესამე მქონდეს წინ რომ ვიცოდე რა მელოდება. როცა უკვე ხარ ეხლა მე-9 კლასელი ხარ, მე-10 კლასელი ხარ, ამ დროს თამაშის წესების შეცვლა არ არის გამართლებული, ძალიან მარტივი ის ძველი არ ვარ გოდა. არ ნიშნავს რომ ეს კარგია. თქვენ ასევე აკრიტიკებთ ბატონო დავით სკოლების ბრენდირებასაც. აი ამ შემთხვევაში რას თვლით თქვენ განათლების სამინისტროს შეცდომად ბრენდირებასთან დაკავშირებით? მე უბრალოდ ვერ ხედავ აზრს.
ხა რო თქვა რომ ამით რაღაც ქვეყანა დაიქცევა, შეიძლება არ დაიქცევა. აზრს ვერ ხედავ, რა საჭირო. აი რა აუცილებლობა ამის, ეხა რაღაც ვიღაცა სკოლას გამიგია რაღაც 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 5 ვარსკვლავიანი. სკოლა 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი, ეს საერთოდ არ ვიცი, რა საჭიროა, საერთოდ ასეთი რაღაც. რას გაძლევს? საქართველო არის პატარა ქვეყანა. აქ ორიენტირება. სოფელში რო ცხოვრობს ადამიანი, ან გნება თბილისში ცხოვრობს ყველაზე დიდ ქალაქში, ნებისმიერ ქალაქში. ორიენტირება იმაზე თუ რომელია კარგი სკოლა, რომელია ცუდი, ყოველგვარი ვარსკვლავის გვარშიც შეიძლება. ხო, მაგრამ ადვილია ამის გარკვევა. განათლების რეფორმის ავტორები ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ გახდეს კონკურენცია იყოს სკოლებს შორის და მოტივაცია. და მოტივაციას ვარსკვლავი რანაირად გააჩნია, მოტივაციას პირიქით შეიძლება იყოს, რომ ვიღაცა აუჟად 4 ვარსკვლავი აქვს, ვიღაცას 2 ვარსკვლავი აქვს, მე ვცხოვრობ სიტყვაზე, რაღაცა ვარკეთილში სადღაც მაგ 2 ვარსკვლავიანი სკოლა და ვერ მიმყავს შვილი რაღაც 5 ვარსკვლავიან სკოლაში და უკვე თავისთავად მაქვს, უკვე შედიხარ ასეთ სკოლაში, უკვე თავისთავად იგივე მშობელსაც და ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის რაღაცა უფრო ცუდ მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ამ დროს არ შეიძლება იყოს საერთოდ ყველა სკოლა უნდა იყოს თანაბარი ამ შემთხვევაში და დაუშვათ ეხა ის მე არ უნდა გახდეს სკოლა უკეთესი ბატონო. ამას ნუანი ეხა ეს სხვა დაუშვათ იქ ბრენდირება რას ნიშნავს? უკეთესი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი როგორ უნდა გახდეს თქვენი აზრით სკოლა უფრო უკეთესი? სხვასთან შედარებით, სხვა სკოლასთან შედარებით უკეთესი. ძალიან კომპლექსური საკითხი, როგორ გახდეს ეხა სკოლა უკეთესი, უნდა ყავდეს კარგი მასწავლებლები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს საამთავარი მასწავლებელთა კორპუსი და მასწავლებელთა მომზადება როგორ მოხდება. მეორე დანარჩენი თვითონ სკოლის დირექციაზეც დამოკიდებულია დირექტორზეც ბევრი რაღაცა ეხა პროგრამები ასე თუ ისე ყველასთვის საერთოა, ხო, მეტნაკლებად. მე ვაპარაკობ სახელმწიფო სკოლებზე, კერძო სკოლა კიდევ ცალკე შემთხვევა. მე არ ვიცი ეს ბრენდირება მასაც შეეხება თუ არ შეეხება. ამიტომ ამის საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავ. გარდა იმისა, რომ ეს რაღაცნაირად ჩააყენებს იმას, იმიტომ რომ ეხლა უნდა მიანიჭო, ხო, დაუშვათ ეს ხო არ არის, რომ მოდი ეხლა დავთქვა წერტილი და 10 წლის მერე რაღაც ვარსკვლავის მოგცეთ. ეხლავე უნდა მიანიჭო, ეხლავე უნდა მოახდინო რაღაც რანგირება, რომ ვიღაცა არის უფრო პირველ ხარისხოვან სკოლაში, ვიღაცა მეორე ხარისხოვან სკოლაში. რაც რაღაცნაირად ამ თანასწორობის პრინციპს ჩემს აზრით არ ღვევს. ბატონ დავით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ძალიან ბევრი თემაა, რაზეც უნდა ვისაუბროთ და არ შეიძლება არ შევეხოთ ასევე მასწავლებლების თემას. თქვენ როგორ უყურებთ აი იმ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება განათლების სამინისტროს მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგების სერტიფიცირების, გადამზადების და მათი ანაზღაურების მიმართულებით? აი ამ საკითხს ანაზღაურება საერთოდ არის ძალიან დაბალი და ძალიან ჩვენთან ის ისედაც და აშკარად საჭირო რომ მეტი თანხები იქნეს ამ ხრივ გაღებული. მეორე მხრივ რაც შეეხება სერტიფიცირებას, საერთოდ სერტიფიცირებადი პროფესია რო გახდა მასწავლებელი, ეს თავისთავად არის ქვეყნებს, სადაც არ არის მაგალითად სერტიფიცირება, თუმცა რაღაც სტანდარტები მოეთხოვება, არის სადაც არის. მაგრამ მე არ მგონია მაგალითად აი რა ვიცი ხა ეს არ მესმის უბრალოდ როგორ შეიძლება ტესტების მიხედვით განსაზღვროს მასწავლებელი კარგია თუ ცუდი. ეს შეუძლებელია, ჩემი აზრით პრინციპულად გამორიცხულია ამით განსაზღვრა. ამით შეიძლება გაიგოს მასწავლებელი დაუშვათ როგორ თეორიულად როგორ არის მომზადებული რაღაცაში, მაგრამ გაკვეთილზე რომ შევა, იქ ბავშვებთან კონტაქტს როგორ ამყარებს. ამის მიხედვით მარტო რაღაც ტესტების მიხედვით ადამიანს მოუმატო ხელფასი, ან ჩაეთვალოს ეს სერტიფიკატის სერტიფიცირების მომენტი აუცილებლად ალბათ უნდა ითვალისწინებდეს ასევე პრაქტიკას. ყოველ შემთხვევაში გადამზადების მომენტი მაინც სერტიფიცირების პრაქტიკას, ანუ როგორ შეუძლია მას კონტაქტის დამყარება უშუალოდ. შეიძლება ძალიან კარგად დაწეროს ყველაფერი ადამიანმა ტესტში, მაგრამ რო შევა გაკვეთილზე იქ ყველაფერი ვერ გააკეთოს მე. ვერაუცნას წესია. მაგრამ ალბათ ამეთანხმებით იმაში, რომ პედაგოგები მაინც გარკვეულწილად გადამზადებას საჭიროებენ. გადამზადებას არ აქვს. აი რა მექანიზმებით უნდა მოგვარდეს თქვენი აზრით ეს პრობლემა? ეს არის ამდენი ხანია, რეფორმა მიმდინარეობს 7 რა ვიცი 2004 წლიდან მანამდეც იყო გამოცხადებული და იქ იყო რაღაცა კარგი ელემენტებიც და ცუდი ელემენტებიც. ასევე იყო 2004 წლიდან რაღაცა ლაპარაკი ამაზე, სულ რეალურად ეს ვერ მოხერხდა. რეალურად ეს ვერ მოხდა, ვერაფრით ვერ შემუშავდა ის რაღაც სტანდარტის გადამზადების მექანიზმი, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება, ჯერ იყო რაღაცა სუპერლიბერალური სწავლება, როდესაც ელემენტარულად ეროვნული სასწავლო გეგმები თავდაპირველად იყო ძალიან ზოგადი და ძალიან ისეთი რაღაცეები იყო, თქვათ, კონკრეტულ საგნებში, თქვათ, ფიზიკაში, ხა, ასე თუ ისე ერთი წელი ფიზიკურზე ვსწავლობდი და შემიძლია ცოტა ვერ ყვევი მაგ საგანში. თქვათ, ფიზიკის ეროვნულ სასწავლო გეგმაში იდეალური გაზი, როგორც ასეთი არ იყო საერთო, თერმოდინამიკა, როგორც ასეთი საერთოდ არ იყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც ამაზე გაივლიდა ამ კურსზე, ვერ ისწავლიდა ხარ, ასახელმძღვანელოა დაწერა. არ ეცოდინებოდა არაფერი, რომელიც ჩააბარებდა შემდეგ. ეხლა ამის მერე ეროვნულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები, რაღაცა გარკვეული ცვლილებები შევიდა, მაგრამ მაინც ეს კონკრეტულად ჩამოყალიბებული, კარგად ჩამოყალიბებული არ არის დღესდღეობით, რა ვთქვათ, რომ აი რა სისტემას ვანიჭებთ ჩვენ უპირატესობას, როგორც შეგეკითხეთ პედაგოგების გადამზადებას. პედაგოგებს ესეც იგივეა, იმიტომ რომ ვერ გაიგო ამ პედაგოგმა ეხლა რაღაცა ადრე ასეთ პროგრამას აძლევდნენ, მერე გაურთულეს. ადრე თხოვდნენ რაღაც 1000 ტრენინგებს ატარებდნენ. უამრავი თქვენ რა მექანიზმი მიგაჩნიათ თქვენ ეფექტურად? აი როგორ შეიძლება მოხდეს? კიდევ ერთ პროგრამას გაგახსენებთ, ასეთი პროგრამა იყო კომპიუტერიზაციის ირმის ნახტომი ერქვა.
ეს ირემი სად გადახდა დღემდე არის არავინ, იმიტომ რომ არაფერი არ საერთოდ რა გაკეთდა ამ პროგრამას. რაც შეეხება გადამზადებას, გადამზადება აუცილებელი არის, მაგრამ ეს როგორ უზეუნებით, იმიტომ რთული ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ ეს დამოკიდებულია როგორი სასწავლო გეგმები იქნება. როგორ უყურებთ თავისთავად სწავლების პროცესს, რას ვანიჭებთ უპირატესობას, როგორი ტიპის მასწავლებელი გვინდა. მეორე, მესამე მომენტი, რაც ახლა ძალიან ართულებს ამ სიტუაციას, ეს არის ჩემი აზრით, სრულიად დაუშვებელი მანდატურთა ინსტიტუტი, რომელიც პრაქტიკულად არის ზედმეტი სხეული სკოლებში. ბატონ დავით, თქვენთან შეკითხვა აქვს მომბის წამყვანებს, მოდით მოусმინეთ მათ. რა ინტერესებთ? ბატონ დავით, მოგესალმებით. გამარჯობა. აი რომ შევეხოთ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმებს, აქ ძირითადად კამათის საგანი არის ხოლმე გრანტის გაცემის წესი. ძირითადად უკავშირდება ხოლმე გრანტის გაცემის წესს. აი როგორ ფიქრობთ, აი მიმდინარე ცვლილებები თუ წაიყვანს უმაღლეს განათლებას პოზიტივისკენ? არ ვიცი ახლა რაღაც ცვლილებებზე აქვს ინფორმაცია გრანტის გაცემას, რაც შეეხება სახელმწიფო გრანტის გაცემას, რაღაც საგნის პრიორიტეტი მიანიჭოს რაღაც არის. მე საერთოდ მიმაჩნია რომ ეს დაფინანსების პრინციპი არის არასწორი, პრინციპულად არასწორი. როდესაც პრაქტიკულად სტუდენტზე გაცემული სასწავლო გრანტები არის უმაღლეს სასწავლებელში მთავარი ფინანსური წყარო. ეს არის ჩემი აზრით პრინციპულად არასწორი მიდგომა. ესეთი პრაქტიკა მე შემიძლია გითხრათ, სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. არსად. იმიტომ რომ არის ამ კერძო სასწავლებლები, რომელსაც გამოიყენებენ, რომელიც თავის ფონდები აქვს, არის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან უმაღლესი სასწავლებლები და არა ვიღაც სტუდენტები. აქ არის საუბარი სტუდენტების დაფინანსებაზე, რომ სახელმწიფო როდესაც გასცემს გრანტს სტუდენტის დასაფინანსებლად. გრანტები არის სახელმწიფოს, ესე იგი, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლების შემოსავლის მთავარი წყარო დღეს. ასე იქნა რეფორმით გატარებული. ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა. მეორე წევრი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს უფლება რაღაცას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაღაცას არ. მაგრამ ამას ასევე არ შეიძლება ასეთ ცვლილებები განახორციელო, ასე ვთქვათ, ყოველწლიურად და ასე სწრაფად და მით უმეტეს, როცა ეს მთავარი მომენტია. მით უმეტეს, როდესაც თუ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელია, ეს ნებისმიერ ვარიანტში უნდა იყოს შეღავათიანი სასწავლებელი. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა, სადაც სახელმწიფო თუ აფინანსებს, ფინანსებს დებს, არა, იქ სწავლა არ იყოს ბევრად იაფი, ვიდრე გასაგებია. ბატონ დავით, აი, ბოლო რამდენიმე წელია თქვენ საუბრობდით ახლა ამაზე, რომ განათლების სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს რეფორმა, მაგრამ პარალელურად მაინც მუდმივად ისმის კრიტიკაც. თქვენი აზრით, აი, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ შეიძლება რომ გადაიჭრას ეს პრობლემა? ერთხელ და სამუდამოდ მარტივად ასეთი პრობლემები ბუნებრივი არ იჭრება, თავისთავად არ შეიძლება. მაშინ რა არის პირველი გასაკეთებელი ის, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს? პირველი გასაკეთებელი არის ის, რომ სისტემურად უნდა იქნას გააზრებული. ჯერ უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება, რა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ეს არ ხდება პრაქტიკულად ჩვენთან. ძალიან ისე იყო. აი, ძალიან ხშირად არის ჩვენთან განათლების სისტემაში სარეკლამო ღონისძიების ხასიათი აქვს. მაგალითად, სარეკლამო ღონისძიების ხასიათი ქონდა თქვა კორუფციასთან ბრძოლას და ეროვნული გამოცდის მოდელის შემოღებას, რომ აი ეროვნული გამოცდის მოდელის შემოღება ყველაფერი დამთავრდა. თავარი არის სწავლების ხარისხი. ერთია სწავლის ხარისხი, განსაკუთრებით სკოლებს როცა ეხება და მეორე აღზრდილობითი მომენტი, თავისუფალი თავმოყვარე, ასე ვთქვათ, დემოკრატიული კრებულებებზე და ასე ვთქვათ, ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანის აღზრდაში ხელშეწყობა. ეს პრობლემების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს? პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან მარტივად ხდება კვლევები ამის შესახებ არსებობს, რა მდგომარეობა, რა განათლების დონეა, როგორ არის. იგივე დაუშვათ თავისუფალი პიროვნება რო გჭირდება, მე მგონი და ასე ვთქვათ, ისეთი მოქალაქე, რომელიც იქნება ღირსეული მოქალაქე, ღირსეული ქვეყნის, ახლა ამაზე ზეპირად ყველა ლაპარაკობს, მაგრამ თუ ასეთი რამე გვინდა თქვა, იგივე მანდატურის ინსტიტუტი შიშის და ასეთი მომენტის დასჯის ფაქტორის გაძლიერებით, თუმცა ეს არის ნებისმიერ იმაში, მაგრამ არის, როცა არის სკოლის დირექცია, არის მოსწავლე. როდესაც კი აქ შედის ვიღაცა მესამე, გალაქტიონის ცნობილი ლექსის არ იყოს ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა შეშორის. აქ არის ეს მომენტი, იმიტომ რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა. ეს არის შეიძლება ითქვას არქეტიპული ურთიერთობა ოსტატსა და შეგირდს შორის. დიდი მადლობა ბატონო. აი ეს ინტიმიზმი თუ იქნა დარღვეული და ვიღაცა შევიდა. აი ეს აღზრდელობით მომენტს, თუმცა მოსწავლე იცის რომ თავარი აქ არის არა მასწავლებელი სკოლაში, არამედ ვიღაცა ფორმიანი ტიპი, რომელსაც შეუძლია ისიც დასაჯოს და ესეც დასაჯოს. მაგრამ ბევრ მშობელს სხვათა შორის მოსწონს ეს ინსტიტუტი. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ამ კრიტიკას აუცილებლად პასუხს ჩვენი შემდეგი სტუმარი უფრო კონკრეტულად გასცემს. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მომავე პლუსის სტუმარი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელიც განათლების რეფორმიდან საუკეთესო გამოსავალ პრობლემების იდენტიფიცირებას ასახელებს.